საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტს და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ვაშუქებთ სწორედ ამ ჭრილში. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ზაალან ჯაფარიძე, პოლიტოლოგი, ანალიტიკოსი, ექსპერტი და მასთან ვილაპარაკებთ ჩვენ სწორედ მიმდინარე საკითხებზე. ჩვენთვის საინტერესო არის მსოფლიოში მიმდინარე პროცესი და რა გავლენას ახდენს ეს დიდი ძორები საქართველოზე და მის პოლიტიკურ კონტექსტზე. პირველ რიგში ჩვენ დავიწყებთ იმ თავარი საკითხით, რომელზეც მოხდა საზოგადოების ყურადღების გადატანა. მე ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ მთელი კვირაა ჩვენ ამ თემას ვაშუქებთ უკვე ორშაბათიდან მოყოლებული აქტიურად და ამას ქვია ირანი. ირანში გაზრდილი ირანის ეს თქვა ოპერაცია, რომელიც დაიწყო ისრაელმა და გააგრძელა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. მე ვფიქრობ, რომ კი გააგრძელა ამ ეტაპზე დაასრულა კიდევაც, იმიტომ რომ ყველა აღმოჩნდა და გამოაშკარავდა ის ასე ვთქვათ ფარული ინტერესები თუ დღის წესრიგები, რაც გააჩნიათ ამ ქვეყნებს. პირველ რიგში აი ჩვენ ეთერამდე ვლაპარაკობდით, რომ თქვენ საინტერესო ის ქონდათ, რა ქვია, მასალა, რომ ყოფილმა ელჩმა ამერიკის ყოფილმა ელჩმა რუსეთში, მაიკ მაკფოლმა რაღაცნაირად გამოეხმაურა იმ საკითხს ამერიკის მიერ ჩატარებულ ოპერაციას და მოგეჩვენათ, რომ ის იყო საინტერესო. თუ შეიძლება, რომ აი თქვენი აზრი გვითხრათ, თქვენი შთაბეჭდილება, რომ ჩვენ რისი მომსწრე ვართ, რას უყურებთ დღეს, რა ვითარებაა შექმნილი. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს აუდიტორიას. ვითარება არის შექმნილი საკმაოდ რთული. მე ვიტყოდი, რომ აი მსოფლიო ბალანსირებს შეიძლება ასე ითქვას გლობალურ სამხედრო კონფლიქტის ზღვარზე და ეს მარტო ირანის ფაქტორით არ არის გამოწვეული, მაგრამ ირანის საკითხს რო დაუბრუნდეთ, ხომ აი მივიდნენ რაღაც კრიტიკულ ზღვრამდე ძირითადი მოთამაშეები, მაგრამ შემდეგ ამ კრიტიკული ზღვრის უკან დაიხიეს უკან. ირანმა განახორციელა რაღაცა სიმბოლური დარტყმები ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, რომელსაც მაჯდამბეც დიდი ზიანი არ მიუყენებია, მაგრამ ეს მას ჭირდებოდა შიდა თქვათ აუდიტორის ირანის საზოგადოებისთვის თქვათ საჩვენებლად, რომ მან ამერიკული დარტყმები უპასუხოდ არ დატოვა, მაგრამ მოდით ახლა ჩვენ ნახოთ მშრალ რა ქვია ნარჩენში რა დაგვრჩა ამ ყოველივეს შემდეგ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, როგორც მაიკ მაკფოლმა აღნიშნა, განახორციელა დარტყმა ირანზე, რომელსაც უწოდა პრევენციული, მაგრამ მან ეს გააკეთა მისი ნატოელი მოკავშირეების და გაეროს მხარდაჭერის გარეშე. რაც არის ერთგვარი პრეცედენტი და მაიკ მაკფოლი სამართლიანად აყენებს აქვს საკითხს, რომ ხომ არ აძლევს ეს რაღაც გარკვეულ კოზირს ხელში რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს, რომ ათქვას, რომ აი მეც შევიჭერი უკრაინაში და გავაკეთე ის, რაც გავაკეთე პრევენციის მიზნით, რომ ჩემი სახელმწიფო ინტერესები დამეცვა. და აქვე მე მახსენდება კოსოვოს პრეცედენტი, როდესაც აშშ-მ აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა, რუსეთმა ეს დაიხვია ხელზე და განახორციელა საქართველოში 2008 წელს ის, რაც განახორციელა. მაგრამ საქმე ის არის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიძლება მიაღწია თავის გარკვეულ სამხედრო მიზანს იმ კუთხით, რომ დაასუსტა ირანი ისე როგორც არასოდეს, რაც რა თქმა უნდა არ შედის არც რუსეთის და არც სხვა შორის ჩინეთის ინტერესებში, მაგრამ მან ამით რაღაცნაირად თავისი საერთაშორისო რეპუტაცია დადო თქვენ სასწორზე. ანუ რეპუტაციულად მას დიდი არაფერი არ მოუგია, გარდა იმისა, რომ ის დაეხმარა ისრაელს ირანისგან მომავალი საფრთხის გამკვლევაში მოკლებადიან პერსპექტივაში. მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამეთ ყველაფერი დამთავრდა. ირანი გავად რომ მოიკრებს ძალას და მისი მთავარი მიზანი ისრაელის სახელმწიფოს განადგურება რჩება უცვლელი. აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ველოდოთ იმას, რომ
გრძელვადიან ან საშუალო გვადიან პერსპექტივაში, რომ ეს კონფლიქტი განახლდება. სხვადასხვის მინდა ასევე ვთქვა, რომ ირანზე დარტყმებმა არ გამოიღო ის ეკონომიკური ეფექტი, რასაც თქვა ბევრი მოელოდა. ნავთობზე ფასები ცოტა ხნით დაიწია, შემდეგ ისევ აქვე დავარდა და შეიძლება ითქვას, რომ იმ ნიშნულზე უფრო ქვემოთ ჩამოვიდა, ვიდრე ადრე იყო. მაგრამ მე მაინც მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რომ ჩვენ რო საქართველოს კონტექსტში რო განვიხილოთ ეს ყველაფერი, ჩვენ სადავართ და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩემი აზრით ის, რომ ჩვენს ქვეყანას შეუნარჩუნოთ სტაბილურობა და უსაფრთხოება. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? უპირველეს ყოვლისა არ უნდა გავაკეთოთ ისეთი განცხადებები, რომელიც გამოიწვევს, თქვათ, რომელიმე მხარის გაღიზიანებას. ეს ერთი. მეორეც, უნდა გავამკაცროთ ქვეყანაში კონტროლი, მათ შორის ჩვენ საზღვრებზე, ასევე საქართველოში მცხოვრებ საკმაოდ მრავალრიცხოვან ირანულ დიასპორაზე, რომ აქ არ მოხდეს რაღაც ისეთი ექსცესი, მაგალითად, იგივე ტერაქტი ან ისრაელის ან აშიშის რომელიღაც დაწესებულებაზე, საელჩოზე, მათი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და იმიჯს დაარტყავს. კი ბატონო, თან და ყოველდღიურად რაღაც ახალი ინფორმაცია ჩნდება ჩვენ კვირის დასაწყისში, სანამ აი ეს მოხდებოდა, ვთქვათ, ირანის პასუხი ამერიკაზე, მანამდე თქვით, რომ ისეთი პირი უჩანს, რომ ეს მაინც გავს ერთგვარად, მე ვერ ვიტყვი ესე ვთქვათ, დეტალურად შეთანხმებულ გეგმას, მაგრამ გარკვეულწილად ძირითადი კონტურები მაინც ინფორმაცია გაცვლილია და გათამაშებულია ამ გაგებით. მაშინვე როგორც კი ამერიკასა და რუსეთს შორის შედგა კომუნიკაცია და იქ შემოვიდა ირანის საკითხი, იმ შტაბ-ბიჭდილება დარჩა, რომ თითქოს ლაპარაკი იყო რაღაც დეესკალაციაზე, მაგრამ ჩვენ პრაქტიკულად ვიხილეთ, ესე ვთქვათ, გათამაშებული ჩოგბურთის ბურთივით რაღაცა ვითარება, რომელიც პრინციპში ამ გზით მოხდა ეს, ესე ვთქვათ, დეესკალაცია. იმით კი არა, რომ ყველა გაჩერდა და არა, გაცვალეს მათ საპასუხო სროლები და ესე დასრულდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ძირითადი მოთამაშეები რეგიონალური თუ მსოფლიო, რა თქმა უნდა, იქნებოდნენ საქმის კურსში ჩაყენებული. ისევე როგორც უკრაინის შემთხვევაში, როდესაც წინა ადმინისტრაციის დროს ჩინეთის გამოყენება სერიოზულად ხდებოდა ამერიკის მხრიდან რუსეთთან მიმართებაში, ეხლა უკვე პირიქით, ეხლა დიდი ყველა საფუძველი არსებობს, რომ ესე დავინახოთ, რომ აი ამ კომუნიკაციის შედეგად რუსეთმა ითამაშა სწორედ ეს როლი, რომელსაც ჩინეთს უთხრა და აუხსნა, რომ ეს ვთქვათ რაღაც ზღვარს ირანის მიმართ ოპერაცია არ გაცდებოდა, ესე ვთქვათ, ხო, თან ირანელებსაც აუხსნა და რაღაცნაირად, რა თქმა უნდა, მსხვერპლიც იყო, ეს ყველანაირად გაუდარო ის ვთქვათ ესკალაცია, მაგრამ ჩანდა რომ მეტიც შეეძლოთ, ხო, ანუ ისრაელი ძალიან წერტილოვნად ანადგურებდა მნიშვნელოვან ობიექტებს, რამდენჯერმე ეს თქვა ენერგოობიექტზეც მიიტანა დარტყმა და თან ყოველთვის ამას მოსდევდა ის, რომ ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტის, თუ არ გაჩერდებით, უფრო მეტის და პრაქტიკულად ამერიკის მიერ აი პირდაპირ იმის დაბომბვა ატომური სადგურების, ხო, ყოველ შემთხვევაში ზედაპირულად მაინც ეს რაღაცნაირად დასვა წერტილი ამაზე. ანუ მან მოახერხა ისრაელის გაჩერებაც, მან მოახერხა ირანის გაჩერებას, თუმცა დღეს წავიდა ლაპარაკი, იმიტომ რომ ყველა ამას არენდობა, რომ ისა მე მგონი არაფერი არსებითად არ დაზიანებულა და უფრო მეტი და მეტი მტკიცებულება ჩნდება მედიაში, მაგრამ ამითიც რეალურად მე თუ მკითხავ ჩემი გადასახედიდან, ხო? ამითიც ყველა მხარე ხეირობს. იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ისრაელს და ამერიკას უტოვებს საფუძველს, რომ აი ცუდად დაგებული ასფალტივით არის რა, მალე თუ გაფუჭდება, მე კონტრაქტორს საშუალება აქვს, რომ კიდევ ერთხელ მიიღოს ეს კონტრაქტი და გააკეთოს. ეს უტოვებს საშუალებას, რომ მათ საჭიროების შემთხვევაში განაახლონ აი ეს ირანის საკითხის ესკალაცია, ან ამ ეტაპზე ილაპარაკო, რომ არა კაცო, ჩვენ გავაჩერეთ, დაზიანდა და რასაც იძახის დღეს დონალდ ტრამპი და ამითი გააკეთოს დეესკალაცია. ნებისმიერ შემთხვევაში ყურადღება წავიდა ირანზე აი ამ საკითხებზე და რაღაცნაირად შესუსტდა სხვაგან. მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ნატოს აქვს თავისი დღის წესრიგი, ნატოს სამიტი მიმდინარეობდა, სადაც უკვე არის ისეთი ნიშნები, რომ უკვე აღარც ნატოს გაფართოებაზე ალაპარაკი, ძირითადი ფოკუსი გაკეთებულია ევროპის უსაფრთხოებაზე და მკაფიოდ არის ჩაწერილი, რომ მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს ტერორიზმი, ხოლო გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი და ნატო ადანაშაულებს რუსეთს, რომ მას აქვს გეგმები იმისათვის, რომ ის არ გაჩერდება უკრაინაზე და შემდგომ ექსპანსიას
გააგრძელებს. ანუ თქვენი აზრით აი ამ მსოფლიო დღის წესრიგში რა უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რომელი დღის წესრიგი, რუსული საფრთხე თუ ეს გადაინაცვლებს ყურადღების ფოკუსი გინდათ ირანზე, გინდათ უკვე დაწყებულ ჩინეთ-ამერიკის დაპირისპირებაზე. მე ფიქრობ, რომ ევროკავშირის და ნატოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან რუსეთის საფრთხეზე მუდმივი პედალირება არის გადაჭარბებული და მათ ამ თემის კულტივირება სჭირდებათ იმისათვის, რომ თქვათ შეინარჩუნონ სახე იმისათვის, რომ უკრაინის ომიდან გამოვიდნენ, როცა გამოვლენ, ისე რომ არ დაკარგონ სახე. იმიტომ რომ დღეს რუსეთი იმდენად არის გამოფიტული უკრაინის ომისგან, რომ მას არანაირი რესურსები არ აქვს და არც მზაობა, რომ რომელიმე თქვათ ევროკავშირის ან ნატოს წევრ სახელმწიფოს თავს დაესხას, როგორც ამტკიცებენ ამას ევროკავშირის და ნატოს აქვე მესვეურები, მაგრამ მათ სჭირდებათ ამ ნარატივის მუდმივი კულტივირება, რომ გაამართლონ ის მზარდი სამხედრო ხარჯები, რომელიც ეხლა უკვე არის აქვე ამიღებული. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ის რომ დღეს ნატოს წევრი ქვეყნები ზრდიან თავის სამხედრო ხარჯებს და თავდაცვის უნარიანობას, არის დიდწილად განპირობებული არა მხოლოდ იმით, რომ რუსეთისგან ელიან საფრთხეს, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების კატეგორიული მოთხოვნით. სხვადასხვა დონალდ ტრამპმა ეს საკითხი დააყენა ჯერ კიდევ მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, როცა ის თხოვდა ნატოს წევრ ქვეყნებს, რომ 3.5%-მდე მაინც აეყვანათ თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის ხარჯები. ამიტომაც მე მაინც ვფიქრობ, რომ მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურაში, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი საქართველოს, მაინც უფრო პრიორიტეტულია ის, თუ როგორი უსაფრთხოების არქიტექტურა დალაგდება ევროპის კონტინენტზე. და ჩვენ სად ვიქნებით იქ? იმიტომ რომ აი მიაქცევთ ყურადღება ნატოს ამჟამინდელი ჰააგის სამიტის დეკლარაციაში პირველად მოხდა, რომ საერთოდ არ არის ნახსენები საქართველო. ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა მაგალითად დღეს ახსენეს, რომ უკრაინა ნახსენებია მხოლოდ ორჯერ, ისიც იმ კონტექსტში, უყურეთ ძალიან ნიშანდობლია, რომ უკრაინის უსაფრთხოება არის ჩვენი უსაფრთხოებაც. ხო და აი ზუსტად მან მივდიოდი, რომ მათ თქვეს, რომ ჩვენ თუნდაც 10 წელი რომ იყოს საჭირო, ჩვენ ვართ მზად, რომ უკრაინა მოვამარაგოთ იმ იარაღით, რაც მას სჭირდება აი ომის საწარმოებლად, რაშიც ის არის გახვეული, ხო? მაგრამ ამ ეს კომუნიკე თუ დეკლარაცია ადასტურებს ზუსტად იმ თავარ ბრალდებას, რომელიც სოფლიოში ისმის, რომ ესე იგი არსებობს ქვეყანა, რომელზეც უამრავი უკვე ევროპელ პოლიტიკოსს აქვს ნათქვამი, რომ უკრაინა ომს ჩვენ ომს, სანამ უკრაინაში ომია ჩვენ ვართ დაცულები, რომ ეს არის ის ზღვარი, რომელიც იცავს ამ რუსულ აგრესიას და ასე შესაბამისად ლაპარაკობენ საფრთხეზე, რომ შეიძლება ეს აგრესია გაიზარდოს, ხო? და თუ შენ ესე იგი ფარად აღიქვამ უკრაინას და შენ აძლევ აკეთებ ყველაფერს, რომ ეს ფარი გაამაგრო. მაგრამ ფარად ყოფნას აქვს ხარჯი. შენ გარდა იმისა, რომ ფულს ხარჯავ და იარაღს აძლევ, იქ აი ამ იარაღის გამოყენებისას იხოცება ადამიანები. შენ არ აძლევ მას არც რეცეპტს გამარჯვებისთვის, შენ მიზნებში არ გიწერია, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და უნდა მოიგოს, შენ არ აძლევ ისეთ იარაღს, რაც უზრუნველყოფს ამ მიზნის მიღწევას. ანუ შენ აძლევ მას არა ხმალს, არამედ აძლევ ფარს. მხოლოდ თავდაცვის წარმოების საშუალებას, რომელსაც ის ეწირება. ანუ ქვეყანა რაც უფრო დიდხანს გრძელდება, იქ პრაქტიკულად დამყარდა ეს ავტორიტარიზმი, საომარი ვითარებიდან გამომდინარე, დამთავრდა იქ დემოკრატია, უკვე შერბილდა ეს ევროკავშირში ინტეგრაციაზე ლაპარაკი, მაგრამ შეუძლებელი ამ პირობებით ხა როგორ უნდა მიიღო ევროკავშირში ქვეყანა, რომელიც არის აი ასეთ ომში გახვეული და იქ მორღვეულია პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული სტრუქტურა.
და ეს ნიშნავს მეტ ემიგრანტს, ეს ნიშნავს მეტ მობილიზებას, ასაკი მუდმივად იწევს და ამ დროს ევროპა პირდება, რომ ჩვენ ამას მრავალი წლის განმავლობაში შეგვიძლია რომ ეს უზრუნველყოთ ეს სურათი. ანუ ეს რასაც ჩვენ უყურებთ, ვიღებთ კატასტროფას ერთგვარად. ამავე დროს ჩვენ ხედავთ, რომ ამერიკა თანათამობით დისტანცირდა ამ პრობლემისგან. იმიტომ რომ მან თქვა, რომ ეს არის ომი, რომელიც არ უნდა მომხდარიყო და ჩვენ ამ ომიდან სასწრაფოდ უნდა გამოვიდეთ. მან განახორციელა დიპლომატიური ზეწოლა, ძალისხმევა, ყველაფერი, ერთადერთი იმისათვის, რომ თლად არ ყოფილიყო, ესე ვთქვათ, ავღანეთივით წამოსვლა იქიდან, წამოიღო, რაც თავის ამომრჩევლებთან სალაპარაკოდ იყო მნიშვნელოვანი ეს მინერალების შეთანხმება. თქვა რომ აი სამაგერო ჩვენ ეს მივიღეთ იმ ხარჯის ანონსად რაც გავწიეთ, მაგრამ ამერიკა აღარ ამბობს რომ ეს ჩემი ფარია. ეს საერთოდ ჩემი ომი არ არის, ეს არის რეალური პოზიცია. მე უსმენი დღეს დილით ალბათ წუხანდელ დონალდ ტრამპის კომენტარს, როცა უკრაინელი ჟურნალისტი უსვამს მას კითხვას, რომ მისცემთ თუ არა უკრაინას მეტი იარაღს, ხდებით? მისცემთ თუ არა თავდაცვის სისტემა და გულისხმობ პატრიოტებს უბრუნებს ტრამპი. ეს დეფიციტია მსოფლიოში, არის შოვნება. ხედავთ ისრაელში რა ხდება, ჩვენ ისრაელს ვეხმარებით და მას პრაქტიკულად ანუ უპასუხოდ ტოვებს. ანუ ყოველგვარი ნუ ის ჟურნალისტი არის საწარკვეთილი ჩემი ქმარი ომობს, მიაკავა და მას ეს მინიშნებებიც აქვს. თუ აი აქ რომ ისო მკითხოს, აქ რატო ხარ და რატო უკრაინაში არ ახარ, მაგრამ ის ქალი ეუბნება, რომ სამაგეროდ ქმარია იქ. და ეს სურათი ჩვენ გვაჩვენებს იმას, რომ ანუ ამერიკული პროექტი უზრუნველყოს და ამყაროს, გააჩეროს ომი უკრაინაში და თან ამავე დროს ეთანხმება რუსულ პოზიციას ომის გაჩერებაში, იმიტომ რომ რუსეთი იძახის, რომ მე მზად ვარ ცეცხლის შევწყვიტო, მაგრამ რაღაც პირობებით. ნუ ის, რასაც რუსეთი აყენებს პირობებად, ეს არავის არ აწყობს. ანუ დანარჩენ მხარეებს, ევროპას, უკრაინას ეს არ აწყობს, იმიტომ რომ ლაპარაკი არის პრაქტიკულად დე-ფაქტო მდგომარეობის იურიდიულ აღიარებაზე და გაფორმებაზე, როდესაც სოფლიოში გლობუსის კონტურები უნდა შეიცვალოს, რუკა უნდა შეიცვალოს, ხო? ქვეყანა ეს თუნდაც ოფიციალურად უნდა გადასცეს ამ თავარ ძირითად უმძიმეს რამეს თხოვს, გადასცეს ის ტერიტორიები, რომელიც აქვს დაკარგული იმ ადმინისტრაციული საზღვრებით, რაც იმ ტერიტორიებს გააჩნია. აი ამ მოცემულობაში ჩვენ ვხედავთ სწორედ ამერიკის რაღაცნაირად გასვლას ამ რეგიონიდან და ევროპის რაღაცნაირად ბრძოლას რომ ხარი დაუჭიროს, უკრაინის გადაწყვეტილებას იომოს და თქვენი აზრით აი ამ მოცემულობაში რამდენხან შეიძლება აი ამ პირობებით, ამ წინაპირობებით ეს კონფლიქტი გაგრძელდეს, იმიტომ რომ ნატო ჩვენ ხედავთ რომ ეუბნება ტრამპს რომ რა თქმა უნდა ევროპელებმა მეტი უნდა გადაიხადონ და ისინი ცდილობენ შეინარჩუნონ ნატოს ფორმატი იმისათვის რომ ამერიკის მონაწილეობა იყოს უზრუნველყოფილი, თუმცა ამერიკის ინტერესები უკვე თანათანობით სხვა არის და მისთვის ეს არ არის მხოლოდ ნატო, რომელიც ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ნიშნავს. ანუ ეს რამდენ ხანს შეიძლება აი ესეთი ვითარება გაგრძელდეს? რთული სათქმელია, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს ვითარება. ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი თუ რამდენ ხანს შეიძლება ეს ვითარება გაგრძელდეს, არის მდგომარეობა ფრონტის ხაზზე, ხო? ანუ რამდენად შეძლებს რუსეთი სტრატეგიული წარმატების მიღწევას იმ ფრონტის ხაზზე, იმიტომ რომ რასაც ახლა რუსეთი პატარ-პატარ ესე ტაქტიკურ წარმატებებს აღწევს, ეს მაინც არ არის სტრატეგიული წინსვლა და წარმატება. მაგრამ ამ ყველაფერს აქვს თავისი მორალური მხარეც. თქვენ ახსენეთ, რომ ამას ეწირება 10,000-ობით უკრაინელი სიცოცხლე, ამას თანსდევს ყველა ეს ტანჯა, ყველა ეს პრობლემები, რასაც უკრაინელი ერი განიცდის, ხო ისინი ხომ ამ ყველაფერს უყურებენ, ყველას მოზდის სახში ალბათ ინფორმაცია ცნობა, რომ აი მისი მეუღლე, მისი ოჯახის წევრი დაიღუპა, ხო? ჩვენ არ გვაქვს ჯერ სამწუხაროდ ზუსტი ცნობები, თუ უკრაინის საზოგადოებრიობა რამდენად უჭერს მხარს აი ამ სტატუს კვოს შენარჩუნებას და გაგრძელებას. იმიტომ რომ ის სოციოლოგიური კვლევები, რაც ქვეყნდება დღეს უკრაინაში, არის აშკარად აქვე დაკვეთილი. მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ უკრაინის საზოგადოებას მხრიდან რაიმე ესეთი ორგანიზებულ გამოსვლას, პროტესტს, რომ აი მთავრობის მიმართ რომ რაღაცა ქენით, რაღაცა შესწორეთ, რომ ომიდან მკვლელობოდეს აქ საშინელებები აქ დასრულდეს. მეორე მხრივ, როგორც უკვე მოგახსენეთ, ევროპა, რომელმაც საკმაოდ ღრმად შეტოვა ამ ომში იმის იმედით, რომ მალე შეძლებდნენ
აგ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენებას მათ ეს ვერ შეძლეს და ეხლა ფიქრობენ თუ როგორ გააკეთონ ისე რომ ან ეს დაამარცხონ რუსეთი და ჯერ კიდევ აქვთ ეს გეგმებში და მათი ლიდერების გამონათქვამება თუ ვიმსჯელებთ ჯერ კიდევ ფიქრობენ ამაზე ან ისეთ ეკვილიბრიუმს მიაღწიონ რომ ევროპაში არ ატყდეს ამის გამო მასობრივი საზოგადოებრივი პროტესტი რომ თუკი თქვენ იცოდით რომ რუსეთს ვერ დაამარცხებდეთ მაშინ რისთვის იყო საჭირო ეს ყველაფერი იმხდით დაახლოებით იგივე განწყობები შეიძლება აღმოცენდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში იმიტომ რომ ის მილიარდები რაც იხარჯება დღეს უკრაინაზე რა თქმა უნდა აკლდება ევროპელ მოქალაქეს მის სოციალურ კეთილდღეობას და ასე შემდეგ მაგრამ დღეს თუ შევხედავთ ჩვენ ევროპელი ამ პოლიტელიტების პოზიცია არის ის რომ ომი უნდა გაგრძელდეს უკრაინას უნდა მიეცეს საშუალება რომ იომოს და ეხლა მიდის სწორედ როგორც თქვენ აღნიშნეთ აი მარტო თავდაცვით იარაღს აწვდო ეხლა მიდის საკუთი დისკუსია ამაზე რომ მივაწოდოთ თუ არა უკრაინას შემტევი იარაღი მაგალითად იგივე ტაურუს სისტემის რაკეტები მაგრამ მე დასაც მეორე მხარეც ხო თუ ევროპა ამას გადაწყვეტს და განახორციელებს მაშინ ისმის კითხვა როგორ უპასუხებს ამას რუსეთი ამას შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტის ესკალაცია ევროპისთვის მიუღებელი ფორმით ევროპაში ფიქრობენ ამაზე და ეშინიათ ამის სხვათა შორის არავის სურს გარისკვა როგორც საქმე მაკრონმა თქვა რომ ჩვენ არ გვინდა მესამე მსოფლიო ომი მაგრამ რუსეთს აქვს კარტი რომლის გათამაშებაც მან კაი გამომდინარე იქიდან რაც ჩვენ ნახეთ სოფლიოში რაც მოხდა მან შეიძლება და მასას თვითონ ეს არაერთხელ უქნია მან შეიძლება ეს გამოიყენოს რაც იქნება კიდე ახალი თამასა მაგალითად ჩვენ ნახეთ რომ როდესაც ლაპარაკი იყო ნატოს თავდაცვის უნარიანობაზე საუბარი იყო რუსეთთან აი ესეთი სასაზღვრო ზოლის გავლებაზე საზღვრის გამაგრებას ეს ვთქვათ ხო შვედეთი ფინეთის საზღვრის გამაგრება შემდეგ ბალტიისპირეთის კედელს აშენებს აი ბალტიისპირეთის საზღვრის გამაგრება და ვთქვათ რაღაც აი ეს ფაქტორი შეიძლება რუსეთის მიმართ რუსეთმა გამოიყენოს ესე ვთქვათ საბაბად იმისათვის რომ მაგალითად ვიძახი რა თეორიულად მან შეიძლება განაცხადოს რომ კალინინგრადის ოლქი რომელიც მოქცეული არის ანუ პირდაპირ საზღვარი არ აქვს ხო მან ბალტიისპირეთი უნდა გაიაროს ლიტვა იმისთვის რომ კალინინგრადში მოხდეს ან უნდა მოხდეს ზღვით ხა ზღვით შეიძლება გადაუკეტო მისასვლელი ხო რომ საფრთხე ემუქრება რუსეთის სუვერენულ ტერიტორიას და დიდი ეჭვი არსებობს რომ მან ანუ პირველ რიგში დარტყმის ქვეშ თუკი გადაწყვეტს რომ სხვაგანაც კონფლიქტი წარმოიღოს ექცევა ბალტიისპირეთის ქვეყნები, აი იმიტომაც არიან ეს ბალტიისპირები, რომ გაშმაგებული ცდილობენ და ისიც ცდილობენ, რაცა აი ამ საომარი რიტორიკის და სულისკვეთების მეტად დათესვას, იმიტომ რომ ისინი ხვდებიან, რომ პირველი საფრთხე მათ ემუქრებათ, მაგრამ ის რისიც გეშინია, სწორედ შეიძლება ეს მოხდეს, რომ ამითი გატესტოს რუსეთმა, აი ბალტიისპირეთის გამო, იმ პრეტენზიის გამო, რომ ის თქვათ რაღაცა ჩათვალოს, რომ წვდომას ვეღარ ახორციელებს თავის ტერიტორიაზე, მან შეიძლება დაიწყოს რაღაც კამპანია და ეს იქნება დიდი გამოცდა რას შვება, ვთქვათ, ევროპას და ნატოს გააჩნია თუ არა ის საშუალება, რომ ირეაგიროს სათანადოდ. ანუ მან შეიძლება ესეთი როგორც აი კურსკში მოუწყვეს სპეცოპერაციას, რაც მეორე ფრონტი გაუხსნეს, მსგავსი რამ გააკეთოს და ეს უკრაინის პოზიციებს კიდევ უფრო შეასუსტებს, ხო? ამიტომ მრავალგვარად შეიძლება განვითარდეს სცენარი, მაგრამ ხალხი არსებობს ადამიანები, რომლებსაც ყველაფერს უყურებენ სწორედ აი ამ საომარ ჭრილში, სადაც ნებისმიერ შემთხვევაში ევროპა და უკრაინა და ამერიკაც გამარჯვებულია. ამიტომ უხარიათ სიტყვაზე ირანში სიამოვნეთ იმის დანახვა და გონიათ რომ ირანი დამარცხდა ეხლა რაღაცნაირად, იმიტომ რომ შესუსტება თითქოს რუსეთის მხარდაჭერა და ასე შემდეგ. ну ეს რეალური სურათისგან ცოტა განსხვავებულია ეს ვითარება, მაგრამ საქმე იმაშია რომ აი ეს ამ ტიპის სენტიმენტები და რაღაცა რწმენაზე დაფუძნებული დამოკიდებულება ცulis ესე ვთქვათ ან აყალიბებს განსაზღვრავს ქართული შიდა პოლიტიკის ძირითად რაც კონტურებს და ვექტორებს, იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანს მარტივად ესმის, რომ ის ყოველდღიურად უსმენს რა ხდება მსოფლიოში და შეუძლებელია არ გესმოდეს ის, რომ ამ შემთხვევაში თუკი შარშან ამ დროს, თქვათ, აი ომის და მშვიდობის ნარატივი წარმოდგენილი და აღქმული იყო როგორც ერთგვარი საკომუნიკაციო, პიარული განზომილება და
და თითქოს მიაშა თუ ომს არაფერი არ მშვიდობა ისედაც მოცემული გვაქვს და რატო ლაპარაკობთ ამ მშვიდობაზე, როცა ომის საშიშროება არ არის და ამიტომაც ისინი ცდილობდნენ რომ ფოკუსი სხვაგან გადაეტანათ შარშანდელ არჩევნებზე, ხო? მაგრამ გაიმარჯვა იმ დღის წესრიგმა, როცა ხალხის უმრავლესობამ თქვა, რომ კი ბატონო, ეს საფრთხე რეალურია და პრიორიტეტი სწორედ არის ეს მშვიდობა არის არა თავისთავად მოცემული, არამედ ეხა გარკვეული ძალისხმევის შედეგი და ის პოლიტიკური ძალა უნდა დარჩეს ხელისუფლების სათავეში, ვინც ამის უზრუნველმყოფია. დღეს როცა ვითარება კიდევ უფრო დაძაბულია და მართლაც თქვენს არ იყოს პატარა ექსცესი შეიძლება ვიღაცამ დაგეგმოს სწორედ ამის ასარევა და გააცილებით ფრთხილად უნდა ვიყოთ, ანუ ნებისმიერი ჩვეულებრივი ადამიანი ხვდება, რომ ეხლა ტურბულენციის, არევის, სხვადასხვა რაღაცა ეგეთი რაღაც ექსპერიმენტების დრო ერთგვარად არ არის და ჯობია რომ პოლიტიკა დაუბრუნდეს თავის კონსტიტუციურ და სისტემურ ჩარჩოებს და იქ განვითარდეს. ამის მიუხედავად ჩვენ მაინც ვხედავთ აი იმ გავლენით, ანუ თუ კი ვიღაცა მხარს უჭერს უკრაინის ომს, აქ მხარს უჭერს ევროპიდან ჩვენ გვესმის, პირველ რიგში ალბათ აღსანიშნი არის ევროკავშირის ელჩი ბატონი ჰერჩინსკი, რომელიც პირიქით ყველანაირად აქეზებს, ახალისებს აი იმ პროტესტს, რაც ხდება ქვეყანაში და რომელიც იღებს სხვადასხვა ფორმას, ხო, ადამიანები დგანან რაღაც ინახაზე, მერე უწევთ კანონის დარღვევა და შემდეგ კანონის წინაშე პასუხისგება. ანუ ფიქრობ თუ არა რომ შეიძლება რომ აქ თანდათანობით ეს დამოკიდებულება რაღაცნაირად საღაზრს დაუბრუნდეს თუ ეს მაინც გაგრძელდება ესე რაღაცა სექტანტურ დონეზე ეს ამგვარი ტიპის პროტესტი თუ ეს პროტესტი საზრდოობს იმით რომ არის უცხოეთთან მხარდაჭერილი. ალბათ ერთის და მეორეს თქვენ გაიხსენეთ 2024 წლის არჩევნები. მაშინ ხელისუფლების სლოგანმა წინასაარჩევნო ომი თუ მშვიდობა აშკარად დაჯაბნა ოპოზიციის სლოგანი რუსეთი თუ ევროპა. თან ძალიან სერიოზულად. ეს რისი მანიშნებელია? ეს მანიშნებელია იმის, რომ ხალხი მშვიდობას მიიჩნევს რაღაც აი აღმატებულ სიკეთეთ. და რატომ ჩვენმა საზოგადოება, რომელმაც გამოიარა ორი ომი. ჩვენმა საზოგადოება, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია ეს პოსტ-აკუტრავმული სინდრომი, ძალიან ბევრ ოჯახს შეეხო, ხო? ასე რომ ქართველებისთვის, ხო, ეს ომი და მშვიდობა ეს არ არის მარტო წინა საარჩევნო ნარატივი, ეს გაცილებით უფრო მეც ნიშნავს. აქედან გამომდინარე, სწორედ აი თუნდაც ნებისმიერი გამოკითხვა რომ ავიღოთ, ამიტომაც აქვს ამ მშვიდობის პოლიტიკას ასეთი სერიოზული საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ამ კუთხით ქართულმა ოცნებამ პრინციპში სწორი გათვლა გააკეთა, როდესაც თავისი საარჩევნო კამპანია ააგო ძირითადად აი ქვეყანაში მშვიდობის დაცვასა და უზრუნველყოფაზე. რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, მე პირდაპირ გეტყვით, მე მეეჭვება, რომ ოპოზიცია გამოვიდეს იმ პოლიტიკურ ნირვანიდან, რომელშიც ის ახლა იმყოფება და რამე შეცვალოს. იმიტომ რომ მას არაერთხელ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ აი სიტუაციიდან გამომდინარე რამე შეეცვალა თავის მიდგომებში, თავის პოლიტიკაში, მაგრამ აბსოლუტურად აი არაფერი არ შეცვალა. მიყვება იმ ძველ ნარატივს და მე ვფიქრობ, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი, როგორც თქვენ ბრძანეთ, არის სწორედ ის გარეშე ზეგავლენა და ის გარე მხარდაჭერა, რომელსაც ისინი მუდამჟამს გრძნობენ და იღებენ კიდეც, თქვათ, იქნება ეს რეზოლუციები, განცხადებები თუ ასე შემდეგ, ეს მათ ასულგმულებს, ეს მათ საშუალებას აძლევს, რომ საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე იტივტივონ და უნდა გითხრათ, რომ ეს საერთაშორისო მხარდაჭერა ხომ უпростოდ საერთაშორისო კი არა, მათი მეგობრების მხარდაჭერა გარკვეული ევროსტრუქტურებიდან და აშშ-დან. ხომ მათ აძლევს იმის საშუალებას, რომ აქ განავითარო ის ნარატივი, აი ხო ხედავთ, ჩვენ ვართ პროდასავლური ძალა და ჩვენს უკან დგას დასავლეთი. მე ვფიქრობ, რომ ქართულმა ოცნებამ უპირველეს ყოვლისა ეს ნარატივი უნდა დაანგრიოს, რომ ოპოზიცია წარმოაჩინოს ისეთ ძალად, რომ ეს არის მხოლოდ რაღაც გარკვეულ დასავლური წრეების მხარდაჭერით მოსარგებლე პოლიტიკური კონგლომერატი. რომ სინამდვილეში
იქ დასავლეთში არსებობენ ძალები და ჩვენ ამას უკვე ვხედავთ, მათ შორის ევროპარლამენტში საქართველოზე თქვა რეზოლუციის ხმის მიცემის დროს, რაც ადრე არ ხდებოდა. არიან ჯგუფები, რომლებიც იგდებენ ალტერნატიულ ვარიანტებს. მართალია ისინი არ გადის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ალტერნატიული ხმა მაინც ისმის. ადრე ეს არ ხდებოდა. შესაბამისად, უკვე ხდება იმის გაცნობიერება, მართალია ნელა, მაგრამ მაინც ხდება, რომ საქართველოს პოლიტიკა არის ის პოლიტიკა, რომელიც არის ახლოს ევროპელების ევროპული პოლიტიკური წრეების იმ ფრთასთან, რომელიც ტრადიციონისტურ კონსერვატულ პოლიტიკას ატარებს. და თუ ეს ძალები შემდგომი არჩევნების დროს მოიკრებენ ძალებს და აქ დომინანტი გახდებიან, ეს კიდევ სხვა საკითხია, აქ deep state მისცემს თუ არა მათ ამის საშუალებას, მაგრამ აქ მაშინ საქართველოს და დასავლეთს შორის ზოგადად ურთიერთობები შეიძლება უკვე სხვა ჭრილში წავიდეს. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ აი ამ კვირაში დასრულდება პარლამენტის საგაზაფხულო სესია და ჩვენ ნახეთ, რომ ქართულმა ოცნებამ რა გადაწყვეტილებაც მიიღო, როდესაც მორიგ ჯერზე მას მოუწყვეს ბოიკოტი და დასდეს ბრალი არჩევნების გაყალბებაში, მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად ეს ტექნოლოგია თუ ხმის მიცემა ხდება უფრო სანდო, უფრო გამჭვირვალე, უფრო გასაგები და ყველანაირი სპეკულაციის გამორიცხვისკენ არის მიმართული. ამის მიუხედავად ჯიუტად გრძელდება ეს გაყალბებისა და ბოიკოტის სტრატეგია და ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ არ შესულიყო 2020 წლის სცენარში, როდესაც ხელოვნურად ხდება კრიზისის წარმოქმნა, შემდეგ ჩამოდის შუამავალი, შემდეგ იწყება მორიგება, რაღაცა პირობები და ესე თანთანობით რომ უნდა გაიწოვოს ვითომ რაღაც კრიზისი, რომელიც თავის ყოლს მაინც ტოვებს. ანუ იგივე მდინარეში შესვლა აღარავინ არ მოინდომა და გადაწყვიტეს, რომ მაშინ მოდი ახლა ვიმოქმედებ სხვადასხვაგვარად. ამიტომ რომ ეს არის ძაღლის კუთი, რომელიც არასდროს არ გასწორდება და შესაბამისად აი ნახავთ თუ ჩვენ ვერ შევძლებთ, იმიტომ რომ შეუძლებელია ესეთი მიდგომა განახორციელო თუ შენ მართლა არა გაქვს განცდა, რომ შენს უკან დგას რეალური ამორჩეველი და ეს ამორჩეველი არის მართლა უმრავლესობა, ანუ ტექნიკური უმრავლესობით კი არა გაქვს მოგებული, ამიტომ მართლა გაქვს ეს განცდა და ზუსტად იცი, ამას გეუბნება კვლევაც, ამას გეუბნება არჩევნების შედეგიც. და ამიტომ გადაწყდა, მაშინ თქვენ თვითონ ახლა გადაწყვეტეთ თვითლიკვიდაცია, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა, წინააღმდეგობის გაწევა, დარჩით მაშინ ქუჩაში, რა კი აერჩიეთ ქუჩა და ჩვენ გავაგრძელებთ აი ესე ფუნქციონირებას და ეს იქნება არანაკლებ ლეგიტიმური. და ჩვენ ნახეთ ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც იღებს კანონებს, მათ შორის საკმაოდ მკაცრს, იმიტომ რომ ჩვენ გვესმის, რომ ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში, სადაც არსებობს დემოკრატია, რაღაცას არეგულირებს კანონი და რაღაცას არეგულირებს საზოგადოებრივი მორალი, ესე ვთქვათ, ხო, დამოკიდებულება ადამიანების ცივილური კულტურა, რომ მათ გარკვეული წესები დაიცვან და ისე ითამაშონ. როდესაც შენ მოგეთხოვება, რომ მხოლოდ რაღაცა ხაზი დაიცვა, ამას არავითარ შემთხვევაში უნდა გადალახო, მაგრამ მე ყოველგვარ მორალურ ფორმას გავცდები და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დისკომფორტი შეგიქმნა, რომ რაღაცნაირად ვიპოვო ის უსტი წერტილები, საიდანაც მოწყვლად იქნები და მაქვს გაცხადებული მიზანი, რომ ეს უნდა იყოს დამხობა, ეს უნდა იყოს აჯანყება, ეს უნდა იყოს რევოლუცია და ესე მოქმედებ, მაგრამ ამავე დროს გეუბნები შენ არანაირი ხაზს არ გამოხვიდე, შეუძლებელია ამ პროცესში მონაწილეობა და სწორედ ამიტომაც ჩვენ ვიხილეთ მთელი წყება კანონების, რომლითაც აიძულებს ამ ყოვლა დესტრუქციულ ძალებს, რომ მოუწიოთ მათ ამ კანონის აღიარება და მისი ძალის მიმართ დამორჩილება, ხო? ეს პროცესი ჩვენ ნახეთ. მაგრამ აი მოდის მეორე არჩევნები, რომელიც იქნება ასევე ტესტი, რომელიც გაამყარებს წინა არჩევნებს. იმიტომ რომ თვითმმართველობის არჩევნები პირველ რიგში გამოჩნდება, რომ წარმოვიდგინოთ თეორიული შესაძლებლობა, რომ ყველა იმ პარტიამ ვინც პირობა დადო, ჩვენ ბოიკოტს ვაცხადებთ. თქვათ აი არც არავინ რო არ შემოვიდეს ამ არჩევნებში. ის რომ საქართველოს ერთპარტიულად ამ ქვეყნის მართვა ისე შეუძლია, რომ საზოგადოებრივი ნდობის ეროზია არ გააჩნდეს, ეს მან უკვე აჩვენა ამ პარლამენტით. ეხლა მას შეუძლია აჩვენოს, რომ ის თუ თქვენ ეჭვი გეპარებათ, რომ ჩვენ მხარეს არის უმრავლესობა, აი თქვენ ნახავთ ეხლა რამდენი ადამიანი მოვა არჩევნებზე და დაგვიჭერს მხარს, ხო? შეიძლება ბოიკოტის შემთხვევაშიც ჩვენ შეიძლება მივიღოთ ამ ტიპის არჩევნები, ანუ ვინ მივა არჩევნებზე და გამოაცხადებს მხარდაჭერას და ვინ არ მოვა და ამითი ვითომ მირიბად დაერქმევა იმას, რომ აი ეს ხალხი ნახეთ არის ოპოზიციური ელექტორატი. მაგრამ და შესაბამისი რაღაცა პროპორციის
გათვალისწინებით, იმიტომ რომ 100% არასდროს არ დადის ხო ხდებით არჩევნებზე. ანუ თუ კი ეს სცენარი განვითარდა, აი როგორ წარმოგიდგენიათ ეს ჩვენ ქვეყანაში ცოტა უპრეცედენტო მოვლენა არის, მაგრამ აი 5 ოქტომბერი უკვე რანაირი გათენდება ჩვენ რა რეალობაში ვიცხოვრებთ და შექმნილ საერთაშორისო ვითარებაში როგორ შეიძლება რომ დავინახოთ საქართველოს შიდა პოლიტიკური ცხოვრება. 5 ოქტომბერი ვფიქრობ გათენდება ჩვეულებრივად მოქალაქეები მოვლენ არჩევნებზე შესაძლოა ოპოზიციის ელექტორატის რაღაც ნაწილი არჩევნებზე არ მივიდეს და ემორჩილოს საკუთარი პარტიის კამპანიას დირექტივას ისინი ხო ამბობენ რომ კამპანიას აწარმოებენ რომ ეს არჩევნები ჩაშალონ ყველაფერს აკეთებენ ამისათვის მაგრამ მე ვფიქრობ ხელისუფლებას აქვს რესურსი იმის რომ ეს არ დაუშვოს და რა მოხდება ამ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ჩვენ ამას ვნახავთ თუ მას შემდეგ უცებ ვნახავთ თუ რა პოლიტიკური ძალები მიიღებენ მასში მონაწილეობას თქვათ მიიღებს თუ არა მასში მონაწილეობას იგივე კახარიას პარტია მიიღებს თუ არა მასში მონაწილეობას ლეოლო მიუხედავად იმისა რომ მისი ლიდერები ციხეში არიან. თქმა უნდა მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ კიდევ რამდენიმე თქვათ პოლიტიკური პარტია არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას ასე რომ ვერავინ ვერ იტყვის ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ რომ ეს იყო მხოლოდ რაღაცა ერთპარტიული არჩევნები და მე ვფიქრობ რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობას და განსაკუთრებით იმ სახელმწიფოებს რომელსაც ჩვენ ჯერ კიდევ პარტნიორებს ვეძახით ხომ მოუწევთ ამ არჩევნების შედეგების გათვალისწინება მოუწევთ იმიტომ რომ სხვა რა გზა დარჩათ მათ შეუძლიათ გამოგზავნონ აქ თავიანთი დამკვირვებლები დააკვირდნენ არჩევნებს მე ვფიქრობ რომ ქართულ ოცნებას არ ექნება არანაირი мотиваცია იმისა რომ არჩევნები რაღაცა ტოტალური გაყალბებები დაუშვეს ის როგორც არ ყოფილა ტოტალური გაყალბებები საპარლამენტო არჩევნების აქვენ დროს და ეს ოდირის ანგარიშიაც იყო სხვათა შორის აღნიშნული მართალია შეეძლოთ უფრო მკაფიოდ მაგრამ ისინიც დაემორჩილნენ კონიუნქტურას და არც ერთ მხარეს აწყენინეს და არც მეორეს რო იტყვიან მაგრამ მე ვფიქრობ რომ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ რამეცეთ რადიკალურ ცვლილებას ქვეყანაში არ ველოდები გაგრძელდება პოლიტიკური ცხოვრება უბრალოდ ოპოზიცია რომელიც დაკარგავს თვითმმართველობის სტრუქტურებში საკუთარ წარმომადგენლობებს ეს რას ნიშნავს მისთვის რომ მას მომავალი 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უკვე აღარ ეყოლება ის ბირთვი რომელიც მას უნდა დაეხმაროს ამ არჩევნების ორგანიზებაში, ამ არჩევნის მობილიზებაში, საკუთარი ვთქვათ პოლიტიკური პროპაგანდის წარმოებაში და ასე შემდეგ, ხო? ეს ამ ყველაფერი ტვირთი ადგილებზე გადადის სწორედ თვითმმართველობებში ოპოზიციის წარმომადგენლობაზე. როცა შენ ესეც არ ყავს, მაშინ რაღაც დარჩენია, ისე უნდა დარჩე ქუჩაში და აკეთო ის, რაცაც ახლა აკეთებ. ხო, მაგრამ ნახეთ, შეიძლება წარმოვიდგინოთ განვითარების ეს სცენარი, რომ როდესაც ქვეყანაში არის ამ დონის პოლარიზაცია, რომელიც არის ყოვლის მომცველი, ხო, ანუ უკვე პრაქტიკულად სრულიად ცდენა ხდება, აღარ რჩება ეროვნული ინტერესები ისეთი კი, რომელიც ჩვენ ორივე მხარე ვაღიარებთ, რომ ეს არის საერთო რა. თვითონ ცნება ეროვნულ ინტერესზეც კი ეცნებაც კი არ არის გაზიარებული, რაც თქვია, რომ საქართველოს შეიძლება ქონდეს ეროვნული ინტერესი. თუ არსებობს ხალხი, რომელიც იძახის, რომ საქართველო არის მეორე ხარისხოვანი, თავარი არის, ანუ აპრიორი არის, რომ საქართველო უნდა შევიდეს ევროკავშირში და ეს არის წარმოსახვითი აღთქმული მიწა, რომელიც საერთოდ არის ზომავენ, მე ეს რამდენად რეალისტურია მარტო ჩვენზეა თუ არა დამოკიდებული, რა უნდა გავაკეთოთ გზაზე, რა რისკები არსებობს და ასე შემდეგ. ანუ აქ არავინ არ შედის ამ განხილვაში, ხო გესმით? ამიტომ ეს არის ეს განხეთქილება და ეს ოპოზიციის თუ ელექტორატს ვიძახით, რომელიც კიდე გაირკვევა, რომ თქვა როგორ შეიცვალა წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათი რიცხოვნობა, ჩვენ ვხედავთ, რომ არის სრული ეს განხეთქილება. თუ ეს განხეთქილება ერთადერთი
საშუალება, პანაცია, ასე ვთქვათ, რეცეპტი არის ის, რომ დარჩეს ეს ხალხი იზოლაციაში. როცა ისინი მიხვდებიან, რომ ეს არჩევნებიც ჩაივლის და რომ არავინ აღარ გაუხსნის მათ ახალ ფანჯარას და მოუწევთ 2028 წლისთვის დალოდება, ერთადერთი თუ ადამიანი გონს მოუხმობს, თუ ის გადაწყვეტს, რომ გახდეს პრაგმატული, თუ ის თავარ ამის გადაწყვეტს, რომ ის უნდა ემუშაოს ელექტორატს. მან უნდა დააგროვოს რეალური ელექტორალური ბრაზა და არა საპროტესტო ელექტორატი, იმიტომ რომ ჩვენ ამ პროტესტებმა გვანახა, რომელმაც ერთის მხრივ, აი მოქალაქეთა პროტესტმა, რომელიც რაღაც პერიოდში როცა იყო კულმინაციური, ხო, რიცხოვნობით, ვერ დაბადა თავისი ლიდერი, ახალი გარეშე პირი და მეორეს მხრივ არც ის ძველი ოპოზიციური პარტიები არ მიიღო და მან თქვა, რომ პრაქტიკულად ჩვენ ამათ უბრალოდ ტექნიკურად მივეცით ხმა, იმიტომ რომ ჩვენ ქართული ოცნება არ გვინდა, ხო? ბუნებრივია, რომ ამ პირობებში თუ ეს ოპოზიციური ელექტორატი ქვეყანაში შენარჩუნა და ისინი მიხვდნენ იმას, რომ მხოლოდ წესებით, მხოლოდ არჩევნებით, მხოლოდ კანონის დაცვით შეიძლება ხელისუფლების ან ცვლილება, ან მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ ოპოზიცია ჩვეულებრივად ნაწილი არის ხელისუფლების, იქნება საკმარისი დრო იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილება და ეს ალტერნატივა მომწიფდეს. ანუ რასავალდებულოა, რომ დესტრუქციული არასისტემური ძალები მაინც და მაინც მათ ერქვათ ოპოზიცია. ძალიან ესეთი ანუ მე ვამბობ, რომ მოთხოვნა, რომელიც ბუნებრივად გაჩნდება, თვითონ გააჩენს მიწოდებას. თორე ამას წინასწარ ვერ დაგეგმავ, ხა ხო არ დაუნიშნავ ვიღაცას ოპოზიციის ლიდერს. გასაგებია ხა ლიდერს ვერ დანიშნავ, ლიდერი უნდა საზოგადოების წიაღიდან წამოვიდეს, ყოველთვის ტრადიციულად ასეა, მაგრამ საქმე ეს არის, რომ აი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კულტურა წინ ვერ წაიწია. აი თქვენ ვერ დამისახელებთ მე ვერც ერთ პარტიას საქართველოში, ვერც ერთ პარტიას, რომელზედაც კაფიოდ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მემარცხენე, ეს არის მემარცხენე ცენტრისტი, ეს არის მემარჯვენე ცენტრისტი, ან ცენტრისტი. იდეოლოგია მათ არ გააჩნიათ, იდეოლოგიური პლატფორმა თუ კი არსებობს საერთოდ არის ძალიან მყიფე და გაუგებარი ჩვენი საზოგადოების უმრავლესობისთვის და როგორც თქვა ბრძანეთ, ყველაფერი დადის იმაზე, რომ საქართველოს უნდა შევიდეს ევროკავშირში და ნატოში, რომელიც ავტომატურად გადაწყვეტს ქვეყნის და ხალხის წინაშე არსებულ პრობლემებს. აი ასეთი პრიმიტივისტული მიდგომა არის განსაკუთრებით აი ეგრეთ პროდასალურად პოზიციონირებული ძალების მხრიდან, მაგრამ მე ერთ რამეში შეიძლება განსხვავებული აზრი მქონდეს, რომ აი ის ხალხი, ვინც ახლა თქვა აი გამოდის იგივე რუსთაველზე თქვა აპროტესტებს, ხო, და რომელიც არიკარებს ახლოს ოპოზიციის ლიდერებს და შეიქმნა აზრით თითქოს იბადება რაღაცა აი ახალი სამოქალაქო საზოგადოება, რაც ახალი პოლიტიკური ძალის კონტურები ყალიბდა და მე არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას, იმიტომ რომ მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს პროტესტი მიუხედავად იმისა, რომ რაღაცნაირად დისტანცირებული მეინსტრიმული ოპოზიციური პარტიებისგან, ეს არის ხელოვნურა დისტანცირება. ისინი მაინც არიან მათთან დაკავშირებული ერთ-ერთ ოპოზიციურ ლიდერს წამოწდა, რომ იყო ჩვენი პარტიული აქტივისტი საქმე დგასო, ანუ ახალგაზრდები. იმიტომ რომ უყურეთ რა საიდან იღებენ ისინი ფინანსებს. დიდი ალბათობით მე ასე ვფიქრობ და ჩემ ხელთ არსებული ინფორმაცია ამას მეუბნება, რომ ეს აქციები არის დაფინანსებული და ფინანსები მოდის სწორედ პოლიტიკური სუბიექტებიდან. შესაბამისად ის რომ ეს ხალხი ცდილობენ საზოგადოებაში დაამკვიდრონ რაღაც ესეთი შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ვართ რაღაცა ახალი მიმართულების პოლიტიკური ძალა, მე ამათ ასეთად არ განვიხილავ და ვფიქრობ საზოგადოება ამაში მალე დარწმუნდება. კი ბატონო, დიდი მადლობა ბატონ ზალ სტუმრობისთვის, ჩვენ დაველოდოთ მოვლენების შემდგომ განვითარებას. დღევანდელი ეთერი კი დასრულებულია, ეთერში დავბრუნდებით შემდგომ კვირაში, გემშვიდობებით დროებით. რადიო სივრცე წარმოგიდგენთ.